მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვექნება პროგნოზი მხოლოდ მათთვის, ვინც მზად არის ცვლილებებისთვის. მოდით ვნახოთ რა ტოვებს თქვენს ცხოვრებას. როგორც ჩანს, რაღაცა კრიზისის წინაშე იყავით თქვენ, ოჯახთან დაკავშირებით, პარტნიორებთან დაკავშირებით, ბედის წერის გაკვეთილებთან დაკავშირებით, კონფლიქტურ ენერგიებთან დაკავშირებით. წარსულში დაგროვილი ტკივილი, რაც ქონდა იმედგაცრუება, გაურკვეველი იმედგაცრუება, გაურკვევლობა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ნელ-ნელა უკან რჩება. და რა დაიკავებს მათ ადგილს? გამარჯვების არკანი, მეგობრებო, ენერგოგაცვლის არკანი, რაღაცა დადებითი ცვლილებებია, როგორც ჩანს. ხო, აი ამ წარსულის ნეგატივისგან რომ ხედავთ, მიდიხართ, აბსოლუტურად მიდიხართ, ტოვებთ ამ ყველაფრის ადგილს და ენერგიას იკავებს წარმატების, სიყვარულის, კეთილდღეობის ენერგია ძალიან გაძლიერდებით სხვათა შორის, ვიღაცასთან შემოდის ახალი გაკვეთილი, ახალი სამსახური, ახალი პერსპექტივები, წარმატებები, კეთილდღეობის ფინანსური არხი იხსნება. ძალიან კარგი ენერგიებია, მეგობრებო. ხედავთ, როგორ პოზიტიურ ენერგიებში ხართ, თითქოს ცხოვრებაში ძალიან ბევრი არაერთი სფერო იცვლება, ძალიან დიდი ფინანსური შესაძლებლობა ჩანს და ასევე შეიძლება იყოს სიყვარულთან დაკავშირებული სიახლეებიც. ლოდინის პერიოდი დასასრულს უახლოვდება, რაღაცას ელოდებოდეთ, ძალიან იცვლებით, ძალიან პოზიტიური ცვლილებები გაქვთ. ეს შეიძლება იყოს კარიერაში წინსვლა, უფასო მაყურებლებო, ან შესაძლოა პირად ურთიერთობაშიც დაალაგდეს ის, რაც აქამდე იყო გაჩერებული და რაც აქამდე გბლოკავდათ, რა აღმართული წყედლები იყო თქვენ შორის, რაღაცა მოკლედ ძალიან კარგად იცვლება პირადშიც და ფინანსებშიც. და გფარველობს სამყარო მიჩვენებს არკან მზეში იქნებით, საერთოდ პირად ცხოვრებაში მოსაოდნელია ისეთი საუბრები, გულწრფელი საუბრები, ურთიერთობების გამყარება და ისეთი ადამიანების გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში, რომ თქვენს ცხოვრებას შეცვლიან სიმშვიდეს, სიყვარულს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში, თქვენ ცხოვრება როგორც ჩანს ძალიან იცვლება. ვინც ელოდებით ახალ პარტნიორებს, გამოჩნდება აუცილებლად და ვინც ელოდებით აი ამ კრიზისების შემდეგ ურთიერთობის დალაგებას, აბსოლუტურად ყველაფერი დალაგდება. ვხედავ, რომ ელოდებით და არჩევანს აკეთებთ და გაიმარჯვებთ კიდევაც და თუ მანდ იყვნენ მესამე პირები, შემშტელი ფაქტორები თქვენი ცხოვრების, ისინიც ძალიან დიდი კრიზისით მიდიან თქვენი ცხოვრებიდან და თქვენთან ბრუნდება მაგალითად ადამიანი პირადში, ან თუ ეხება რაიმე საქმეს, საკითხს, თქვათ ფინანსების და ასე შემდეგ, აქ ჩანს, რომ ბალანსირდებით ყველაფერში და გაქვთ ძალიან დიდი პოტენციალი და გამარჯვების არაერთი პერსპექტივა ნებისმიერ საკითხში და ფინანსებში და ასევე სასიყვარულო საკითხებშიც, უფასებო წარმატებები ჩვენ.